ხიდიშელი იყო საკანონმდებლო ორგანოდან, სადაც გუშინ შორის იუსტიციის მინისტრსა და დეპუტატ ვაშაძეს შორის ძალიან ცხარე კამათი წარიმართა. თემა იყო იუსტიციის სახლები, მშენებლობები და სამშენებლო ნაგავი, რომელიც როგორც უოკიანმა თქვა, მემკვიდრეობით ერგო წინა მინისტრისგან. დაბრუნებრივია, ცხიანი დაინტერესდა საკითხით, თუმცა ხომ არ გადააჭარბა მინისტრმა დაუშვა შეფასება, ან რამდენად რეალობა შეესაბამება ისაც ხდება იუსტიციის სახლებში. ცხიანის გადამღები ჯგუფი იუსტიციის სახლის სხვენში იმყოფებოდა, მინისტრის მოადგილე აღმოჩნდა გიდის როლში და სამშენებლო ნარჩენები ნახა, რომელიც მემკვიდრეობით წულუკიანს აღმოჩნდა, რომ ადეიშვილმა დაუტოვა. რატომ ხარჯავს მთავრობა ახლად აშენებულ იუსტიციის სახლებზე დამატებით მილიონებს, ესე ძალიან საინტერესოა. მოკლედ თიკა ანდღულაძე გააგრძელებს თემას. აქ დროებით განვათავსეთ ის მთლიანი სამშენებლო ნაგავი, რომელიც ჩამოყრილია ყველაფერი. სამშენებლო ნაგავი წინამორბედი ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ერგოთ და დღემდე იუსტიციის სახლში ინახება. არმატურის ნარჩენები, რომელმაც პარლამენტში მინისტრთან პოლემიკა გამოიწვია, მინისტრის მოადგილემ პირადად დაგვათვალიერებინა. იქ რო იყო რა უზარმაზარი გადანაჭერი ტონის, რომელიც არ ვიცი, ალბათ 100 კილოგრამში ტონის, რომელიც უბრალოდ დამაგრებული იყო რაღაცას კოჩით, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება განსხვავებულიყო ჩამოვარდნილიყო და ეხა ეს ხო გადმოვარდნილიყო 26 მეტრიდან წარმოგიდგენთ ეს იზამთრა. თქვენ არ იყავით გაფრთხილებული. ამას მე მაგალითად ვერ ვწევ. ასეთი სიმძიმის არა. სამშენებლო ნაგავი ინახებოდა. იუსტიციის სახლის სახურავში დარჩენილმა სამშენებლო ნაგავმა პარლამენტში სამთავრობო საათის მნიშვნელოვანი დრო დაიკავა. გადაუჯდა მისი გატანა წინა და მოქმედ ხელისუფლებას. პოლემიკის მთავარი თემა გახდა. 15 ტონა ნაგავი თქვენ პირადად ჩავტოვეთ თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში. ჩვენ უფრო მეტი ნაგავი დაგიტოვეთ სამშენებლო, ვიდრე თქვენ ააშენეთ ნაგავი გავიტანეთ 1 ოქტომბერს. გაუთვალისწინებელი 40,000 ლარის გარდა იუსტიციის სამინისტრომ წინამორბედის მიერ აშენებული იუსტიციის სახლების მწყობრში მოსაყვანად 100,000 ლარი უკვე დახარჯა და კიდევ 3 მილიონი ლარის გამოყოფა მოუწევს. ამაზე მინისტრის მოადგილე საუბრობს. მიხეილ სარჯოლაძის განმარტებით რეგიონებში ნაციონალური მოძრაობის დროს იუსტიციის სახლების ნაწილი კერძო საკუთრებაში უნებართვოდ აშენდა და დარღვეულია პროექტის სტანდარტებიც. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიწყო ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკება იმ მხარეებთან, რომლის უფლებებსაც და ინტერესებსაც ბუნებრივია თავის დროზე განხორციელებული ეს მშენებლობა. იგი იყო ბათუმის შენობა როა და ის გარეგანათების, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ მაგალითად წვიმის დროს წყალი იმ აპარატურაში არ ჩასულიყო. ეს არ იყო დამთავრებული, რის გამოც აუცილებელი გახდა დაახლოებით 80,000-იანი ხარჯის გაწევა. იუსტიციის სამინისტრო სწორედ ამ გაუთვალისწინებელი ხარჯებით ხსნის ახალი სახლების მშენებლობის შეფერხებას. თეატრულუკიანის ოპონენტი გიორგი ბაშაძე ამ არგუმენტებს და ბრალდებებს არ იზიარებს. მშენებლობის ტემპზე შეიძლება განსხვავებული შეხედულება გქონდეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი დრო არ გვაქვს, სწრაფად უნდა ვაშენოთ. იუსტიციის სახლებს თუ გადავხედავთ, აბსოლუტურად ყველა მშენებლობა, რომელსაც აკეთებს, შეიძლება გქონდეს გარკვეული ხარვეს. ვაშაძის თქმით, ლაგოდეხში იუსტიციის სახლის ასაშენებელი ტერიტორია ნარჩენების 40 აქცეული. მაესტროს გადამღებმა ჯგუფმა ინფორმაცია ადგილზეც გადაამოწმა და კითხვებით რაიონის გამგებელსაც მიმართა. რომ გავხდი გამგებელი მოვიკითხე თუ არსებობდა თუ არა ეს პროექტი, იყო თუ არა მშენებლობის ნებართვა გაცემული. არც პროექტი არსებობდა, არც მშენებლობის ნებართვა მუნიციპალიტეტს არ აქვს ამ 40-ზე გაცემული. თეატრულუკიანის მოადგილის განმარტებით თბილისის იუსტიციის სახლის სამშენებლო ხარჯებით შესაძლოა გამოძიებაც დაინტერესდეს. თუმცა პროკურატურამდე საკითხი საერთაშორისო გამჭვირვალობამ შეისწავლა. დაახლოებით 23 მილიონი ლარი, რომელიც სახურავის მშენებლობაზე დაიხარჯა და ეს სამუშაო გასწია იტალიურმა კომპანიამ. ეს შესყიდვები არ ყოფილა კონკურენტული ტენდერების საშუალებით ჩატარებული. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მშენებლობა ფოთში უკვე სრულდება. სხვა რეგიონებში კი დაპირებას წლის ბოლომდე შეასრულებენ. თუმცა მანამდე თეატრულუკიანი გიორგი ბაშაძეს მტკიცებულებების გასაცნობად გამოფენაზე ეპატიჟება.